თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე წუთის წინ პირველებს საქართველოს პროკურატურამ დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი, რომელმაც 13 რიცხვში უმისამართოდ განახორციელა სროლა, ეს არის ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს თავმჯდომარე, მთავარი საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული, ერთი არის სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლი, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ეს არის 151, რაც მუქარას გულისხმობს. თავარ საგამოძიებო უწყებიდან პირველებს უყვებიან იმას, რომ 13 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ კოდაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთ-ერთ მოქალაქეს სიტყვერი შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა, როგორც თავარი საგამოძიებო უწყება ამბობს, უმისამართოდ გაისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელებმა და ანასხლეტი ერთ-ერთ პირს მოხვდა, რის შემდეგაც მან მცირე დაზიანებები მიიღო, როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, 25 წლის მოქალაქეს ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება, ის უკვე არის სახლში, მას ჩაუტარდა ზედაპირული დათვალიერება კლინიკაში, რადგან არ აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პროკურატურაში პირველებს udასტურებენ, მომხდარზე გრძელდება გამოძიება, ასევე როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები არის ამოღებული, რომელიც უნდა იყოს ახლა მთავარი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში, ასევე პროკურატურაში გვიდასტურებენ იმას, რომ გრძელდება მოწმეების გამოკითხვა ამ საქმეზე, ასევე დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც უნდა გახდეს ცნობილი თუ რა დაზიანებები აღენიშნება 25 წლის მამაკაცს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის მიერ გასროლილი ტყვის ნასხლეტი მოხვდა. პოლიციამ როგორ ისწავლა უნდა იცავდეს საერთოდ რუშინერთი სმენაში იყო იქ კაზინოში მუშაობს და მეორეც მოვიდა ეხლა და დაიძინეს სუტკები არიან. სამერცხაოსთან მომხდარ ამბავზე რა შეგიძლიათ რო გითხრათ? რა ინფორმაცია გაქვთ? არის თუ არა დაკავებული პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც გაისროლა რამდენჯერმე დაჭრილი არის ვინმე ეს მაინც გითხარით ინფორმაცია პრესეთს მივართეთ. ჩვენთან არაფერი მიბრძანეთ. თქვენთან რას ნიშნავს? თქვენ არ გამოიძიეთ? თქვენი პოლიციელი გაყოფილებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა ეს? დატოვეთ. კამერა გაიგე. ვერ გვეტყვით დაჭრილი თუ არა ვინმე? რა მოხდა, რატომ გაუსწორდა? 10-მდე გაისროლა პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა სამრეცხაოსთან. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ადგილობრივები, რომლებიც ამ სისხლიან ანგარიშსწორებას შეესწრნენ, პირველებთან საუბარში ამბობენ, რომ თავდაპირველად ამ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების სიტყვერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამის შემდგომ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე იყო დაჭრილი, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლები ამას არ გვიდასტურებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 25 წლის მოქალაქეს, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ ტყვის ნასხლეტი მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას დაზიანებები არ მიუღია, მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს მიღებული და შესაბამისი კვალიფიკაცია უკვე ამ სისხლის სამართლის საქმეს აქვს მინიჭებული. ახლა საინტერესოა, რას იზავს ძალოვანი უწყება, დაადებს თუ არა ხელბორკილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც ორი მუხლი ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.